არა მარტო პარკში, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიგარქის სახლის მიმდებარედ მის ჭიშკართან საპროტესტო აქცია იმართება. თქვენ კადრში ჩემს უკან ხედავთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ბანერს გაკრულს 4 ოქტომბერი ხაბე რევოლუცია წერია ამ ბანერზე. ამ ღობის უკან სულ რამდენიმე მეტრში არის ბიძინა ივანიშვილის პირადი რეზიდენცია. იქით მხარეს არის დენდროლოგიური პარკის შესასვლელი, რომელზეც სხვათა შორის გაკრულია წარწერა, რომ აქ ცხოვრობს რუსი დიქტატორი და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის იმყოფება შეკვეთილის რეზიდენციაში. რამდენად მოგცემს უამინდობის გამო კამერა არ ვიცი საშუალებას, რომ გადავიღოთ, მისი პირადი დაცვაც არის აქ უკან მობილიზებული. სწორედ ეს არის ადგილი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი ავტომობილით შედის სახლში. სხვა შემთხვევაში მას ზღვიდან უწევს ან ვეტროფენი უნდა დაჯდეს მის პირად აეროდრომზე, რომელიც ზღვაში აქვს მოწყობილი, თუმცა როგორც გითხარით, ის ნამდვილად ეხლა სახლში იმყოფება და მას უწევს მოისმინოს დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ის საპროტესტო გზავნილები, რომელიც ამდენი ხანია ისმის. მანამდე კი იყო ერთგვარი აქცია პერფორმანსი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ფლაიერები და მოსაწვევები დაურიგეს იმ ადამიანებს, რომლებიც პარკის მოსანახულებლად იყვნენ აქ მოსულები. ყველანი დაპატიჟეს 4 ოქტომბერს და ყველას უხსნიდნენ, რატომ არის აუცილებელი 4 ოქტომბერს 4 საათზე თბილისში რუსთაველზე იყვნენ ყველანი და რატომ არის აუცილებელი გავაპროტესტოთ ის რეჟიმი, რომელიც როგორც თავადაც ამბობენ, სწორედ იმ რუსმა ოლიგარქმა შექმნა ქვეყანაში, რომელიც აი ამ ღობიდან რამდენიმე მეტრში იმყოფება ახლა. აქედან სულ რამდენიმე მეტრში გამოკეტილი არის თავის სასახლეში შეშინებული რუსი ოლიგარქი, რომელიც შეაშინა ქართველი ხალხის ერთიანობამ, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა ფაქტობრივად დაამარცხა და ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით, მარცხი აღიარა მან ქართველ ხალხთან პირველად 13 წლის მანძილზე ფაქტობრივად გაიქცა ივანიშვილი ბრძოლის ველიდან, ის გაექცა და ცდილობს რომ გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე. ამიტომ ეხლა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუძზე კაცი რუსთაველზე გავიდეთ და ერთად დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი აქცია პერფორმანსით მოვედით ამ ტყის ბინადართან, რომელიც საქართველოს ეგზისტენციალ საფრთხეს უქმნის თავისი ცხოველური დამოკიდებულებით ამ ქვეყნის დემოკრატიის, ამ ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ. ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა დავდგეთ რუსთაველზე ჩვენი პოლიტიკური კუთვნილების თუ შეხედულების მიუხედავად. აი მაგარმა კაცმა ლევან ხაბეიშვილმა მოახერხა და ეს რუსი ოლიგარქი, რომელიც აქედან რამოდენიმე მეტრში ცხოვრობს, შეაშინა, დააშინა და პირადად მოწოდებაშიც აუცილებლად ვიტყვი, პირადად მისი ტყვი არის ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ არ აუშავს, დარჩა რამოდენიმე დღე და ლევან ხაბეიშვილს დაიხსნის ქართველი ხალხი. ისე როგორც ყველა პოლიტპატიმარს დაიხსნის, როგორც მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის. აქ მოსახლეობასთან ვცდილობთ, რომ გავიდეთ კომუნიკაციაზე, დავარწმუნოთ ისინი, რომ 4 ოქტომბრის აქციის 4 ოქტომბრის თარიღის ირგვლივ ჩართულობა არის მნიშვნელოვანი თითოეული ქართველი მოქალაქისათვის, რადგან ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი უკეთესი მომავალი, ჩვენი ევროპული პერსპექტივა არის სწორედ 4 ოქტომბრის თარიღის ირგვლივ. აი ესეთია ის გზავნილები, რომელიც შეკვეთილიდან გაკეთდა დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლიდან. გესმით ალბათ შეძახილები, ბიძინა წადი მოუწოდებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, სოლიდარობას უცხადებენ ბუნებრივი აქ რეჟიმის ტყვეებს, სინდისის პატიმრებს და ამბობენ იმასაც, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად ის გზავნილი და ის დღე, როდესაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც აუცილებლად უნდა მოხდეს. წადი ბიძინა ისმის შეძახილები შეკვეთილიდან იმ ადგილიდან, სადაც გუგა ამ წუთებში და თქვენ კადრშიც ნახეთ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვაც ოლიგარქი იმყოფება.